ემაყურებლებოდა გილოცავ ჩობა ახალ წელს და ბედობას. გისურვებთ სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას. ყველაფერი კარგი დაგვედებოდეთ. ეს წელი ყოფილიყო თქვენთვის სრულების ასრულების წელი. სულ ცოტა ხანში მარიამი შემოგვერდება. მოგესალმებით, ეს არის მიკროფონი ჩართულია ახალი წლის პირველი გადაცემა გილოცავთ და ეს წელი ბედნიერების სიხარულის წარმატების მომტანი ყოფილიყოს. თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის გადაცემას გაუძღვებით მარიამი და ნინო. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალ წელს. ნინო, მითხარი როგორ შევხვდი ახალ წელს და გიყვარს ეს დღესასწაული? მარიამ, მე ძალიან კარგად და მხიარულად შევხვდი ახალ წელს და ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. მარიამ, შენ როგორ შევხვდი ახალ წელს და გიყვარს თუ არა ეს დღესასწაული? ნინო, მე ახალი წელი ძალიან მიყვარს და ამ დღესასწაულს ყოველთვის ჩემს ოჯახთან ერთად ხვდები. ახალ წელზე საუბარს კვლავ გავაგრძელებთ, მანამდე კი ჩვენი პრომო ვნახოთ. გადმორთეთ ტელეკომპანია გურჯაანის არხზე მიკროფონი ჩართულია და იწყო. ეს არის გადაცემა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით. ვირჩევთ თემას, წერთ და ვიღებთ. ეს არის გადაცემა, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იქმნება და ჩვენი სათქმელი მოაქვს თქვენამდე. გმირდებით, ახალი სეზონი ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც დანარჩენი. მე უფრო გაბედული გავხდი და ყოველგვარი კომპლექსები დავიწყე. უკვე მეოთხე სეზონია მიკროფონი ჩართულია წამყვანილა და ჩემი მაყურებელი მყავს. მიკროფონი ჩართულია, ეს ძლიერი გუნდია. მოდი შენც და გახდი ჩვენი სატელევიზიო ოჯახის წევრი. მოგწერე ან დაგვირეკე ნომერზე 598 30 59 58. დაბრუნდით მეგობრებო, ახალ წელს ახალი მოლოდინები და იმედები მაქვს, ამიტომ ადამიანები განსაკუთრებულად ემზადებიან ამ დღესასწაულისთვის. 2017 წლის სიმბოლო ცეცხლოვანი მამალია. მისი თვისებები განსაზღვრავენ იმ მოვლენებს, რომელიც მომავალი 12 თვის მანძილზე მოხდება. ამიტომ მამალს შესაბამისად უნდა დავხვდეთ, რომ ის კმაყოფილი იყოს ჩვენთვის. ნინო, ახალ მამალს ბევრი ოჯახი სახლში დახვდა. შენსაც შევხვდი ახალ წელს? მარიამ, მე რა თქმა უნდა ჩემს ოჯახთან შევხვდი ახალ წელს. შენსაც შევხვდი ახალ წელს? მე ჩემ ოჯახში შევხვდი ახალ წელს. რა ჩავუშვათ მამის წელს? საუკეთესო ფერია წითელი და ოქროსფერი. ქალების სამოსი უნდა შედგებოდეს მაღალ ქუსლა ფეხსაცმელი დახვეწილი კაბისგან. უპირატესობა ოქროს, მარგალიტის სამკაულს უნდა მიანიჭოთ. რაც შეეხება სადილებს, გეჩვათ ფრინველის კერძებს სახლის მორთულობა წითელ და ყვითელ ფერს უნდა შეესაბამებოდეს. რაც უფრო მეტი განათება და გრილანდები იქნება, სახლში მამალს მით უფრო ასიამოვნებთ. რაც შეეხება სადილებს, გეჩვათ ფრინველის კერძებს მოერდოთ. ასევე ნუ გამოიყენეთ პლასმასისგან და სინთეთიკისგან დამზადებულ ჭურჭელს. ახლა კი გადავინაცოთ მარიამთან. გავიგოთ, თუ მიყავს მარიამ სტუმრად. როგორ შეხვდა ახალ წელს ჩვენი სტუმარი? ვიზიტი ჩვენს ეთერში. ეს არის ვიზიტი მარიამთან ერთად. გამარჯობა. ყველას გილოცავთ ახალ წელს და გეტყვით, რომ 2017 წლის პირველი ვიზიტი შედგება მუსიკოს ხათუნა ზარდიაშვილთან. მოგესალმებით, გილოცავ ჩობა ახალ წელს და გმადლობთ, რომ ჩემთან ერთად ხართ. მოგესალმებით, გილოცავთ საუკეთესო სურვილებით. რადგან ეს არის 2017 წლის პირველი გადაცემა, გითხარით, როგორ შევხვდით ჩობა ახალ წელს და ვისთან ერთად? შობა ახალ წელს შევხვდი ჩემს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ფაქტობრივად თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის მეკვლე და გითხარით, როგორი ფეხი გაქვთ და გიყვართ თუ არა ეს დღესასწაული? შობა ახალი წელი ისეთი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანს უყვარს, არ მეგულება მე მსოფლიოში ადამიანი, რომელიც არ ემზადება განსაკუთრებულად სიუხვით, ბარაქით უნდა შემოვიდეს ეს წელიწადი, ამიტომ ყველა ოჯახი, ყველა ადამიანი ცდილობს გააწყოს სუფრა, მოიწვიოს თავისი სამეგობრო წრე, ოჯახის წევრები შეხვდნენ ერთად და მთელი წელი დაიკვებონ სიხარული, სიკეთე, ჯანმრთელობა და ბედნიერება ოჯახში. ტრადიციულად აღნიშნავთ ახალ წელს და რომელი კერძი გამოგდით ყველაზე კარგად? რა თქმა უნდა, ახალ წელს აღნიშნავთ ტრადიციულად, ნამცხრები გამომდის ძალიან კარგად. ნამცხრების კეთება.
გჯერა თუ არა იმის, რომ ახალი წლის ღამეს სურვილები ხდება? რა თქმა უნდა. ჯერ ერთი რწმენა იმისი, რომ ახალი წლის ღამეს სურვილები ახდება, ეს ადამიანის ბუნებიდან უნდა გამოდიოდეს. მეორეც, როცა რაღაცის გჯერა, ის აუცილებლად ასრულდება და ის აუცილებლად მოხდება უფლისნებით, რომ ასრულდეს სურვილები და ოცნებები. კი, გეთანხმებით, მეც მჯერა, რომ ახალი წლის ღამეს სურვილები ხდება. მოდით ახლა მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ. ჩემი საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლება სიმღერით. მოგეხსენებათ, მე ვარ მუსიკოსი, ვარ ფორტეპიანოს პედაგოგი, ასევე ვასწავლი სიმღერებს და მაქვს რამოდენიმე პროფესია ხელოვნებაში. ასე რომ ნამდვილად არ მაქვს მოწყენის საშუალება. ჩემი მოსწავლეები არიან ძალიან ნიჭიერები, აქვთ ახალ-ახალი იდეები და მათი მეშვეობით და ჩემი დახმარებით ვახორციელებთ ამ იდეებს. ასე რომ მე მგონი, კარგად გამოგდის ეს საქმე. მოგვიყევით თქვენი მომავალი გეგმების შესახებ. რა გაქვთ დაგეგმილი? ჩემი მომავალი გეგმები არის ძირითადად, რა თქმა უნდა, ჩემ პროფესიიდან გამომდინარე, არ მაქვს გაჩერების უფლება, უფრო და უფრო მინდა, რომ ბავშვებმა მეტი ცოდნა შეიძინონ, მეტად ჩაერთონ აქტიურ ცხოვრებით, იმიტომ რომ მინდა გურჯაანი თვითონ ჩემი რაიონი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მინდა რომ წარმატებული რაიონი იყოს და საქართველოში ერთ-ერთი აღიარებულ რაიონად დასახელდეს. ამიტომ ყველანაირად ვცდილობ ჩემი მოსწავლეებით გავახალისო გურჯაანელების ცხოვრება. ყოველთვის ვცდილობ, რომ ახალ-ახალი იდეებით და ნოვაციებით წარსდგეთ მაყურებლის წინაშე, გურჯაანელების წინაშე და მე მგონი ეს კარგად გამოგდის. როგორი იყო გასული წელი თქვენთვის და როგორი გინდათ, რომ იყოს 2017 წელი? რა არის თქვენი სურვილი? გასული წელი იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩვენ ფესტივალებში მივიღეთ მონაწილეობა, დავიმსახურეთ მაყურებლის სიმპათიები, დავიმსახურეთ დიპლომები და პრიზები, რაც ეს ძალიან სასიხარულოა. და ყოველთვის ვცდილობთ წარმატებულად წარსდგეთ რაიონს გარეთ, იმიტომ რომ ეს არის მაინც და მაინც ჩემი გურჯაანის სახელი. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მომავალი გეგმები არის ის, რომ უფრო და უფრო კარგად და ღირსეულად წარსდგეთ მაყურებლის წინაშე და შევთავაზოთ ახალ-ახალი იდეები. და ბოლოს რას შეგვისრულებთ? რა თქმა უნდა, საახალწლო განწყობა რომ შევუქმნათ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, თქვენს თანატოლებს, შევასრულებ სიმღერას ახალ წელზე. გილოცავთ ახალ წელს ჩემი სიმღერით. ძალიან მიყვარხართ ჩემო გურჯაანელებო, წარმატება, ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული და სიუხვე დაგებედოთ ოჯახებში. ბედნიერი ყოფილიყოს ჩემი მეკვლეობა თქვენს ოჯახებში.
იწება ერთადერთად დამოგაზმოთ ჩვენი ნაცისე მიმღეროს და ყველა გული გაიხალისე მოწყენილი სახები დღეს აიძება სიყვარული თურმე ასე იქნება ახტენილი ოცნების წელი იწყება მაგრამ აღის ძველი ძვების გადავიწყება სიყვარული რატომ ასე იქნება ახტენილი ოცნების წელი იწყება მაგრამ აღის ძველი ძვების გადავიწყება ალბათ მალე გაგვახარეთ ცობის თაობა საჩუქრების დარიგებას ვეღარაუა მოდით დამოგაზმოთ ჩვენი ნაცისე ვიმღეროთ და ყველა გული გაიხალისე მოწყენილი სახები დღეს არ იქნება სიყვარული თურმე ასე იქნება ახტენილი ოცნების წელი იწყება მაგრამ აღის ძველი ძვების გადავიწყება მოწყენილი სახები დღეს არ იქნება სიყვარული თურმე ასე იქნება ახტენილი ოცნების წელი იწყება მაგრამ აღის ძველი ძვების გადავიწყება გმადლობთ რომ იყავით ჩემთან ერთად და დიდი მადლობა რომ ასე მოგვილოცა ჩობა ახალი წელი. გაიხარით მრავალს დაესწარით. მე კი ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ მიულოცავ ახალ წელს და იმედი მექნება რომ 2017 წელი ბედნიერების და სიხარულის მომტანი იქნება. მე კი შეგახსენებთ რომ ჩემი ვიზიტი შედგა მუსიკოს ხათუნა ზარდიაშვილთან. მაყურებელს კი 2 კვირით დავემშვიდობები. ნახვამდის. დავბრუნდით ეთერში, ახლა გავიგოთ ფერადი ამბები ნინო და ალექსანდრესთან ერთად. დაგველოდეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით ეთერში. მანამდე კი შეგახსენებთ, ეს არის გადაცემა, რომელიც მხოლოდ თქვენთვის იქნება. ჩვენი პატარა ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფი მუშაობენ მხოლოდ თქვენთვის. საღამშვიდობის, ეს არის 2017 წლის პირველი ფერადი. გილოცავთ ჩობა ახალ წელს და ბედობას. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ალექსანდრე, შენც გილოცავ ახალ წელს. მეც გილოცავ. 14 წლის ტყუპებმა ძმებმა გიორგი და დემეტრე კარკაჭიშვილებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც გაზის გაჟონვისგან დაგიცავს. ეს არის ჰაერის გამწმედი სისტემა, რომელიც აფიქსირებს ჰაერის მტვრის ორთქლის ტემპერატურის დონეს. თუ მდგომარეობა ცდება ნორმალურ პირობებს, მაშინ ავტომატურად ირთვება გაზის გამწოვი და გამწმედი სისტემა. ფლობელს კი ტელეფონზე მისდის შეტყობინება. გურჯაანის ეტალონი მოსწავლის ტიტულის ინტელექტ ჩემპიონატის მფლობელი გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ამ ტიტულის მფლობელი კი შაშიანის მე-10 კლასის მოსწავლე ანიკა ციაშვილი გახდა. ახლა კი საინტერესო ინფორმაცია. 6 წლის გოგონა, რომელიც ვერ სვავდა და ვერ შედავდა, მსოფლიოში პირველია, ვისაც ელენთის ადგილას თირკმელი გადაუნერგეს. იტალიელმა ქირურგებმა ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. ბავშვი დაბადებიდან დიალეზე იყო. გოგონას ორგანო ელენთა მოაჭრეს და თირკმელი გადაუნერგეს. ანდრია 2016 წლის ბიჭის ყველაზე პოპულარული სახელია. საქართველოში სულ 13309 ანდრია ცხოვრობს. მეორე ადგილზეა გიორგი, მესამეზე გაბრიელი. რაც შეეხება გოგონებს, ყველაზე პოპულარული სახელია მარიამი, მეორეზე ელენე, მესამეზე ბარბარე. ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული სახელია ნინო, მამაკაცთა შორის გიორგი. რიყის მუსიკალური თეატრი მსოფლიოს საუკეთესო ნაგებობის პოპ ათეულში მოხვდა, რომელსაც ეგრეთ წოდებულ დოქებსაც უწოდებენ. ბაქოში მდიდარმა ადამიანმა თავისი ვილა უსახლკარო ბავშვებს აჩუქა. მაგრამ ქუჩისა და მიუსაფარ ბავშვებს თავშესაფარი ექნებათ. ამ ადამიანმა თავისი სახელის გამხელა არ ისურვა. ასეთი იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩობა ახალ წელს და ბედობას. მადლობთ რომ ჩვენთან ერთად იყავით. ნახვამდის. თქვენ უყურებთ
თქვათ მიკროფონი ჩართულია სახელი წელი წარმოუდგენელია ნაძვის ხის გარეშე. ალბათ ბევრს აინტერესებს რატომ თავს ახალწლო ნაძვის ხეს. ამის შესახებ რამოდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ინგლისელი მღვდელი გაემგზავრა გერმანიაში ქრისტეს შვილის გასავრცელებლად. ადგილზე მისულმა მოძღვარმა ნაძვის ხის საკუთხედავან ფორმაზე აუხსნა ბრელს წმინდა სამების არსი. და ეს ყველაფერი მან მოახდინა ნაძვის ხესთან. ასე რომ შობის დღესასწაულ შობის სიმბოლოდ რთავდნენ ევროპაში ნაძვის ხეს, შემდეგ კი მთელ ქრისტიანულ სამყაროში. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ლეგენდა არსებობს. გერმანელ მისიონერ ბონიფაცის სახელს მე-4 საუკუნეში წარმატებთან ქრისტიანების გადაგების დროს მისიონერმა მოჭრა მათ ღვთაებისადმი მიძღვნილი უზარმაზარი მუხა. მას ამით უნდოდა ეჩვენებინა წარმატების ღმერთების უძლურება. დაცემისას მუხამ ყველა ხე წააქცია. დარჩა მხოლოდ ერთი ხე ნაძვი და აქედან გამომდინარე ნაძვი იქ ახალწლის სიმბოლოდ. არის კიდევ ერთი ლეგენდა, როდესაც ქრისტე დაიბადა, ყველა ხემ მიართვა ძღვენი ახალშობილ უფალს. ვაშლის ხემ ვაშლი მიართვა, ბლის ხემ ბალი, მხოლოდ ნაძვი იდგა და ტიროდა. ის ვერ მიდიოდა ქრისტესთან, რადგან ეშინოდა არ დაეკაწრა. ამიტომაც ქრისტემ შეიწყალა ღმერთი, შეიწყალა ნაძვი და მორთო ტკბილეულითა და სათამაშოებით. ამიტომაც ვრთავთ ნაძვის ხეს საშობაო დღესასწაულისთვის. განვაგრძოთ გამოცემას, ვინც ახლა შემოგვიერთდა, შეგახსენებთ, რომ ეს არის 2017 წლის პირველი გადაცემა. წინ საინტერესო რუბრიკები გელოდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან გადაცემის ბოლომდე. ახლა კი გადავინახოთ სელქებთან და გავიგოთ თუ როგორ შეხვდნენ ახალ წელს. ეს არის 2017 წლის პირველი გადაცემა. გილოცავთ ახალ წელს და ეს წელი თქვენი სიუხვის, ბარაქის, სიხარულის მომტანი ყოფილიყოს. დღეს ჩვენი თემაა ახალი წელი. ნინო, როგორ ხარ? როგორ გაატარე ახალი წელი და ვისთან ერთად შეხვდი ამ დღესასწაულს? მარიამ, მე ძალიან კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? მეც კარგად ვარ, ნინო. მე ახალი წელი გავატარე ჩემს ოჯახთან ერთად და ასევე მამიდაჩემთან ერთად. შენ ვისთან ერთად გაატარე ახალი წელი? მე ჩემს ოჯახთან ერთად გავატარე ახალი წელი. ვინ იყო შენი მეკვე და როგორ დახვდი მას? ჩემი მეკვე იყო მამიდაჩემი და მე მას ძალიან კარგად დავხვდი. შენი მეკვე ვინ იყო და როგორ დახვდი მას? ჩემი ოჯახის მეკვე ვიყავი მე და ძალიან კარგად დავხვდნენ. კარგია. ლამაზი ნაძვი ჰქონდა? მარი რომ გითხრა ძალიან ლამაზი, არც ისე ლამაზი. და მე მქონდა დიდი და ლამაზი ნაძვისხე. შენ როგორი ნაძვისხე ქონდა? მე ძალიან დიდი ნაძვისხე მქონდა. ვინ მორთა შენი ნაძვისხე? ჩემი ნაძვისხე მოვრთეთ მე და ჩემმა ძმამ. შენი ნაძვისხე ვინ მორთო? იმხელა ნაძვისხე მქონდა, რომ მთელი ოჯახის წევრებმა მივიღეთ ნაძვისხის მორთვაში. თუ მიიღეს მონაწილეობა საახალწლო სუფრის მომზადებაში? კი, მარი, მივიღე საახალწლო სუფრის გაშლას მონაწილეობა. მე დავეხმარე დედას და ბაბოს, რომ ერთად გაგვეხალა სუფრა და ერთად გავამზადეთ საჭმელები. და შენ, მარი? მე ჩემ დედას დავეხმარე ნამცხვრის გამოცხობაში და რა თქმა უნდა სუფრის გასვლაშიც. კარგია. გიყვარს ეს დღესასწაული და რით არის გამორჩეული? მარი, ეს დღესასწაული ძალიან მიყვარს და იმით არის გამორჩეული, რომ ძალიან ხიარულობთ და ძალიან კარგია ეს დღესასწაული. და შენი აზრით რით არის გამორჩეული ეს დღესასწაული? ჩემი აზრით ეს დღესასწაული იმით არის გამორჩეული, რომ ძალიან კარგი დღესასწაულია ეს. გეთანხმები. რა მოგიტანა სანტა კლაუსმა?
სანტა კლაუსმა მომიტანა დიდი დათვი. შენ რა მოგიტანა? მე სანტა კლაუსმა მომიტანა თოჯინა, რომელსაც მოყვა გარშოკი და ტანსაცმელები. კარგია. როგორი იყო გასული ახალი წელი? ჩემთვის გასული ახალი წელი იყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე მივიღე ფესტივალებში მონაწილეობა, მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობა და გავიმარჯვე, ავიღე დიპლომები. შენთვის როგორი იყო ეს გასული წელი? ჩემთვის ეს გასული წელი იყო ძალიან კარგი. და რით იყო კარგი? ის იყო იმით იყო კარგი, რომ ჩემთვის ეს გასული წელი იმით იყო კარგი, რომ ჩემს დედას მივეხმარე სუფრის გასვლაში. რა ჩაიფიქრე და რა ინატრე? მარია, მე ჩავფიქრე, რომ ჩემი ოჯახი კარგად იყოს და ვინატრე, რომ ყველაფერი კარგი და ყველაფერი საუკეთესო დაგვედებოდეს ჩვენ. შენ რა ინატრე? მე ვინატრე, რომ სანტა კლაუსი მე დაუწერე, რომ მინდა თოჯინა მეთქი და აი ეს ვინატრე. ცალკები კი კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ახალ 2017 წელს და წარმატებებს გესურვებთ ნახვამდის. ყურებთ მიკროფონი ჩართულია. ახლა გადავინაცვლოთ ისტორიულ წარსულში და გავიგოთ, რომელ ტექსტს გაგვაცნობს ნინო. ნინო, რა თემაზე მოამზადე დღეს? მარიამ, დღეს მე მოვამზადე გულჯანის რაიონის სოფელი ჭერემი. საღამშვიდობის ეთერში ისტორიული ძეგლები ნინოსთან ერთად. სრულიად საქართველოს გლოსავშობა ახალწელს და ბედებას. ვიცი რომ ისტორიული ძეგლები ერთ-ერთი ყურებადი და საყვარელი რუბრიკაა თქვენთვის. ამისთვის მადლობა თქვენ, ჩემო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენთან ხართ. დღეს მე გადაწყვიტე უფრო ახლოს გაგაჩვენოთ გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი. სოფელი ჭერემი ბევრმა სოფლის შესახებ არაფერი იცის. სოფელი ჭერემი გურჯაანის რაიონის გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდინარე ჭერმისხევის მხარეს მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით სოფელ ჭერმის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო მე-3 საუკუნის ქალაქური ტიპის დასახლება. შემდეგ სოფელი მე-5 საუკუნეში დააარსა მეფე ვახტანგ გორგასალმა. ისტორიული წყაროების ცნობით, სოფელი ჭერემი ადრე ქალაქი იყო. ჭერემზე გადიოდა შიდა და გარე კახეთზე დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, ველიციხე-ჭერემი-ჩაილური. ჭერემი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის სიმაგრე იყო ქართთან პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში. მე-5 საუკუნის ბოლოს ირანის ჯარის მიერ დარბევის შემდეგ უფრო დაქვეითდა და შეუნარჩუნდა მხოლოდ რელიგიური ცენტრის სტატუსი. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ჭერმის სხვადასხვა დროის ნაქალაქარი სამდიდ ბორცვია განლაგებული. ჭერმის ხმახევის მახლობლად დაფიქსირდა ნაგზაური, რომელიც ჭერმისხევში ჩადის და გადადის გომბორის ერთ-ერთ განშტოებაზე და ჩაილურის ციხეს მიდამოებში უერთდება ივრის ხეობას. ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობით ამ გზას უკანასკენ ხანებამდე იყენებდნენ. ადრე ამ სოფელს ბევრი მცხოვრები ყავდა, ახლა კი 30 კომნი ცხოვრობს. ისიც მეტი წილი ასაკიანი ხალხია, აი ზაფხულობით კი ჭერემს უამრავი ტურისტი სტუმრობს. დასასვენებლად თბილისიდან და რეგიონებიდან. ისე აქ კარგია დასვენება მათთვის, ვისაც ფილტვების პრობლემა აქვს. ჭერემში მიკვლეულია კოლექტიური ქვის სამარხები, სადაც აღმოჩნდა კერამიკა, ოქრო, ვერცხლის სამკაულები და მონეტები. მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო წმინდა ბარბარეს და წმინდა გიორგის, იგივე წვეროდა ბალის სახელობის ეკლესიების მახლობელმა ბორცვმა, რომელიც ტყით, ღრმა ხევებით და კლდოვანი ნანგრევებით იყო დაფარული. ამ აღმოჩენამდე ჭერმის წარსულს მხოლოდ წერილობით ვიცნობდით. ამ ნაგებობის შორი ახლოს დგას წმინდა ბარბარეს ეკლესია, ცოტა მოშორებით წმინდა გიორგის ეკლესია. წმინდა ბარბარეს ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ეს ტაძარი მე-6-მე-7 საუკუნეებით თარიღდება. მთავარი კედლები რიყის ქვითაა აშენებული.
წვერო დაბალის წმინდა გიორგის ტაძარი კი თარიღდება ესეც მე-6-მე-7 საუკუნეებით. თავდაპირველად ტაძარი დარბაზული უნდა ყოფილიყო და მე-5 საუკუნის ძეგლად მიიჩნიეს. ის უნდა იყოს გორგასლის მიერ აშენებული, როგორც საკათედრო ტაძარი. ის არის გამორჩეული, აქვს სამლოცველო ნიში და სასანთლე. ასევე ამ სოფელში არის კიდევ ერთი ტაძარი, ეს არის მამა დავითის ტაძარი, რომელიც დგას ძველ სასაფლაოზე. მის შესახებ ძალიან მცირე ცნობებია შემორჩენილი. ტაძრის ჭერი მთლიანად ჩაქცეული, შედარებით უკეთ არის შემორჩენილი ცენტრალური ნაწილი. სოფლის ტერიტორიაზე ძნელად მაღალ და ძნელად მისადგომ გამოქვაბულთან მდინარის ნაპირზე დგას საეპისკოპო ტაძარი. საეპისკოპოს სასახლის ნანგრევები და დღემდე უცნობი დანიშნულების მცირე შენობა. ჭერები მდიდარია ტაძრებით. ჭერემელები ყოველ წელს აღნიშნავენ კვირიკეობას, სამებობას, წმინდა გიორგობას, წმინდა მარინეობას, ღვთისმშობლობას და მთავარანგელოზობას ახლად აშენებულ ტაძარში. ამ დღესასწაულებზე წირილოც არ აღევლინება, მაგრამ ხალხის ათესანთებს და ლოცულობს. ჭერმის მოსახლეობა ითხოვს მოძღვარს. ჭერემელები ფიქრობენ, რომ ტაძრების ამოქმედებით სოფელში სულიერება გამოცოცხლდება. გამოჩნდება ვინმე ღვთისმიერი ადამიანი და სოფელს ყურადღებას მიაქცევს. დღეისათვის სულ ეს იყო მეორე კვირით გემშვიდობებით, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ მე ამ სოფელში არ ვარ ნამყოფი და იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს ჩემს ოჯახთან ერთად წავა და მოვინახულებ ამ ხის შესანიშნაობებს. თქვენც იგივეს გირჩევთ. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. განაგრძობთ გამოშვებას, შეგახსენებთ, რომ ეს არის 2017 წლის პირველი გადაცემა. ახლა კი დიალოგი. საღამოშვიდობის ეთერშია დიალოგი ნინოსთან ერთად. გილოცავთ ჩობა ახალ წელს და ბედობას. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ალბათ დამეთანხმებით ჩემო მეგობრებო, ახალი წელის დღესასწაულია, რომელსაც ყველა განსაკუთრებით ელოდება, ყველაზე მეტად კი პატარები. მოდი ახლა გადავინაცვლოთ მარიამთან და ალექსანდრესთან და გავიგოთ თუ როგორ გაატარეს ახალი წელი. მარია, რისი წელი მოვიდა და მომიყევი როგორ არის ვისთან ერთად გაატარე ახალი წელი? ნინო, მე ახალი წელი ჩემს ოჯახთან ერთად გავატარე ძალიან კარგად და წითელი მამლის წელი მოვიდა. გეთანხმები? ალექსანდრე, მეც ასე მგონია, რომ მასე სწორად თქვა. და როგორ ან ვისთან ერთად გაატარე ახალი წელი? ჩემს მშობლებთან ერთად. ახლა მარიამ, ახალი წელი დადგა, მიიღეთ თუ არა საახალწლო სამზადისში მონაწილეობა, მაგალითად, ნაძვის ხის მოორთვა, საჭმელების მომზადება, სუფრის გაშლა? რა თქმა უნდა, ნინო, მივიღე მონაწილეობა. მე და ჩემ პატამ ნაძვის ხე მოვერთეთ. დედას დავეხმარე საახალწლო სუფრის გამზადებაში. კარგია, მარი. მეც მასე გავაკეთე მოვერთე ნაძვის ხე და შემდეგ გავაკეთეთ რა საჭმელები, სუფრაც. მე ჩემი ნაძვის ხე მოვერთეთ, მე და ჩემმა ძმამ და საახალწლო სამზადისში მივიღეთ მონაწილეობა და დედას და ბებიას დავეხმარე და ასევე სუფრაც ყველამ ერთად გავშალეთ. მარიამ, შენს ოჯახში თუ გაიშალა ტრადიციული სადღესასწაულო სუფრა? რა თქმა უნდა. ალექსანდრე, შენ? ჩემს ოჯახშიც გაიშალა სუფრა. ჩემს ოჯახში ყოველთვის იცლება ტრადიციული ქართული სადღესასწაულო სუფრა. მარიამ, ახალ წელს შენი ოჯახის მეკვლე ვინ იყო და შენ თუ ყოფილიყარ როდისმე ვინმეს მეკვლე? ნინო, ახალ წელს ჩემი ოჯახის მეკვლე მე ვარ. კარგია, მარი. ალექსანდრე, შენი ოჯახის მეკვლე ვინ იყო? მე ვარ. ჩემი ოჯახის მეკვლე ყოველთვის არის მამი და ჩემი. ყოველთვის არის მამი და ჩემი და მე არასდროს არ ყოფილვარ ვინმეს მეკვლე და იმედი მაქვს, რომ ვიქნები. მარია, შენი ოჯახის თუ ჩუქნით ერთმანეთს ოჯახის წევრები საახალწლო საჩუქრებს? კი, ჩუქნით ერთმანეთს საახალწლო საჩუქრებს და თოვლის პაპასაც მოვაქვსყობეთ ჩემთვის საჩუქარი. კარგია, მარი. ალექსანდრე, შენ? ჩუქნით საჩუქრებს, დიახ. კი, ჩვენც ჩუქნით ერთმანეთს საახალწლო საჩუქრებს. მარიამ, რას ელოდები ახალ 2017 წელს? როგორ იყო შენთვის გასული წელი? რას ელოდები ახალ 2017 წლისგან და ახალი წლის ღამეს თუ ჩაუთქვი სრულები?
ნინო, გასული წელი ჩემთვის ძალიან კარგი იყო და ახალი წლის ღამესაც ჩავიფიქრე სურვილები. ალექსანდრე, როგორი იყო შენთვის გასული წელი? მე ძალიან მომეწონა ახალი წელი, გასული ახალი წელი და კარგად ვიმხიარულე. ჩემთვის გასული წელი იყო ძალიან კარგი, იმით რომ მივიღე ფესტივალებში მონაწილეობა, ავიღე დიპლომები და ჩემთვის 2017 წელი არის ძალიან კარგი და ახალი წლის ღამესაც ჩავთქვი სურვილები. მარიამ, შენი აზრით მართლა არსებობს თოვლისპაპა თუ ეს პატარების მოგონილია? ნინო, მე მჯერა თოვლის პაპის ზოგს არ ჯერა. ალექსანდრე, შენ? მე არ ამჯერა თოვლისპაპის, იმიტომ რომ მე მგონია რომ დედები და მამები მშობლები დებენ საჩუქრებს. მეც ასე მგონია რომ როცა მე ასე მგონია რომ თოვლის პაპა არ არსებობს და კიდევ მგონია რომ თოვლის პაპა არ გვიტანს საჩუქრებს და ეს დედების მოგონილია რომ ასე ეუბნებიან პატარებს რომ თოვლის პაპა მოვა და საჩუქრებს მოგიტანსო. და ბოლოს მარია, მოდი ჩვენს ტელემაყურებელს ახალი წელი მიულოცოთ ლექსით ან სიმღერით. მე ვიტყვი ლექს. ახალი წლის საღამოა, ქარი ქრისტოფი ფქიცვივა, თოვლის საბას რომ იხურავ, ნაძვის ხეო არ აქცივა, არა მცივა პატარებო, მე ღიმილი თქვენი მათბობს, დაგისურვებთ რომ თქვენს გულში არასდროს არ დაიზამთროს, ზამთარია მაგრამ გული, არ გითბებათ ყველასგანა, ხედავთ თოვლის ბაბუამა საჩუქრები მოგვიტანა, უღრან ტყიდან მოვიჩქარი, ისე ძლიერ შემიყვარდით, მე მოვედი რომ ახალი მოგილოცოთ წელიწადი. კარგია მარია. მე გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას და ყველაფერს კარგად იყავით. მეც მინდა ჩვენს ტელემაყურებელს მიულოცო ახალი წელი სიმღერით. წელი ახალი პაწაწინების საცნება. ყველა ზამთარი, ყველა სურვილი ახდება, მოვიდა ნათელი დღე, სიხარულს მოგვიდას ჩვენ, მოვიდა ნათელი დღე, სიხარულს მოგვიდას ჩვენ, დაგვედებოდეს ბედნიერება სიგეთე. მრავალჯამიერ სიხარულსა და იმედებს ახალ წლის ლამაზი დღე ფიფქებმა გვაჩუქეს ჩვენ ახალ წლის ლამაზი დღე ფიფქებმა გვაჩუქეს ჩვენ. ეს იყო ამ წლის პირველი დიალოგი. კიდევ ერთხელ გილოცავ შობა ახალ წელს და ბედობას. საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით. ნახვამდის. ახლა კი სამედიცინო რუბრიკა. ნინო, რა თემაზე მოაბზადე სამედიცინო რუბრიკა? მარიამ, დღეს მე ვისაუბრებ აციდოზის შესახებ. საღამომშვიდობის ეთერში ყველასათვის ერთ-ერთი საყვარელი რუბრიკა სამედიცინო რუბრიკა. პირველ რიგში მინდა ჩვენი როგორ მაყურებელს და სრულიად საქართველოს მიულოცოს შობა ახალი წელი და ბედობა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. დღეს მე ვისაუბრებ აციდოზის შესახებ. მარტივად რომ თქვა, თუ სისხლის მაჩვენებელი 7.35-ზე დაბალია, სხვა სიტყვებით მაღალია მჟავიანობა. ჩვენ საქმე გვაქვს აციდოსთან. ეს ლათინური სიტყვა და მჟავას ნიშნავს. თუ სისხლის pH მაჩვენებელი 7.45-ზე მაღალია, ჭარბი ტუტოვანი გარემო და მჟავის უკმარისობაზე მიდის საუბარი ალკალოზე. მაღალი მჟავიანობა ხელს უშლის ძიმე მეტალიზმის დეტოქსიკაციას, პროვონცირებას, სიმსივნის დასს. ამის გარდა ტუტეს და მჟავის ბალანსის დაღვრა ხდის ორგანიზმს უფრო მგრძნობიარეს, დაღლილობას და ავადმყოფობის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის გულსიძახი და დაავადებები, დიაბეტი და ძვლების სისუსტე. pH ბალანსის პრობლემები შეიძლება გამოიხატებოდეს ჭარბი წონით და ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ალერგია, ართრიტი, აკნე, სოკოვანი ინფექციური დაავადებები. pH ბალანსის
დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, ტოქსიკური დატვირთვა, იმუნური რეაქციები, არასწორი კვება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საკმარისი სითხის მიღებას და ფიზიკურ დატვირთვას, რადგან ლიმფური სისტემა არ მუშაობს. თუ ჩვენი საკვები შედგება თეთრი პურისგან, ხორცისგან, ტკბილეულისგან, ყველისგან, ჩვენი ორგანიზმი რაც ხავს უშესმჟავეს ნივთიერების ნორმალურ პროცესს. ამიტომ თუ გვინდა რომ ჯანმრთელი ვიყოთ, საჭიროა დავიცვათ სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესი. დღეისათვის სულ ეს იყო. მეორე კვირით გემშვიდობებით ნახვამდის. ახლა კი ჩვენი მუსიკალური გვერდი მინდა წარმოგიდგენო და გაგაცნოთ ჩვენი ერთ-ერთი ერთგული მაყურებელი, რომელიც სასიამოვნო განწყობას შეგვიქმნის. მოდი პირველ რიგში გაეცანით ჩვენს მაყურებელს. მე ვარ ზურა გოგილიაშვილი, ვარ მეოთხე კლასელი, ვარ 10 წლის. ცხოვრობ სოფელ ძირკოქში, დავდიარ ჭანდრის საჯარო სკოლაში, უმეტესად ვატარებ სწავლაში დროს. სკოლის გარდა კიდევ რამით ხარ დაკავებული? ვარ დაკავებული ვოკალით. ყოველთვის უყურებ ჩვენს გადაცემას და მოგწონს თუ არა ის? ყოველთვის ვუყურებ თქვენს გადაცემას და ყოველთვის მომწონს თქვენი გადაცემა და აქ მოვედი, იმიტომ რომ მეც გამოვიდე. როგორი იყო შენთვის გასული წელი და რას ელოდები ახალ 2017 წელს? გასული წელი იყო ჩემთვის ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ მივიღე მათემატიკის რამდენიმე ტურში მონაწილეობა და იქიდან რამდენიმეშიც გავიმარჯვე. ამიტომაც წელსაც იგივე ახალივეს ველოდები. გიყვარს თუ არა ახალი წელი და ვისთან ერთად აღნიშნე? მე მიყვარს ახალი წელი და აღვნიშნე ჩემს მამიდაშვილებთან ერთად რუსთავში. ახლა კი მოდი გითხარი რა შეუსრულებ ჩვენს მაყურებელს? მე შეუსრულებ ჩვენს მაყურებელს ჩემს ერთ-ერთ ლამაზ სიმღერას, რომელიცაც მინდა რომ მოგილოცოთ შობა ახალი წელი. Tu ti rivolgi gli
არის ჩვენი მუსიკალური გვერდი. ამასობაში გადაცემა დასასრულს მიახლოვდა. ეს არის გადაცემა ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ჩვენი გადაცემა და არა მხოლოდ მათთვის. შეგახსენებთ, რომ ეს არის მიკროფონი. შეგახსენებთ, რომ გადაცემას უძღვებოდნენ ნინო და მარიამი. ჩვენი გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ მეორე ხუთშაბათს 21:15 წუთზე და მეორე დღეს დილის ეთერში, ასევე ინტერნეტ ეკრანზე მითითებულ მისამართზე. ეს იყო ახალი წლის პირველი გადაცემა. კიდევ ერთხელ გილოცავ ჩობა ახალი წელს და ბედობას. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ეს წელი ყოფილიყო თქვენთვის ხვავის, ბარაქის, ბედნიერების და წარმატების მომტანი. ერთმანეთს შეხვდებით 2 კვირის შემდეგ, ისევ საინტერესო ინფორმაციებით. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. მეც ვუარდები ნინოს მილოცვას და მეც გილოცავ ჩობა ახალ წელს. გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს. ნახვამდის.